ფორუმზე ეს ყველაფერი, მაგრამ გეტყვით ელემენტარულ რაღაცას. ესე იგი სააკაშვილს არ კრიტიკებდნენ ომის გამო დღემდე და ესე იგი აბრალებდნენ, რომ თუნდაც ჩვენ ვისროლეთ პირველად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ მე მაგალითად ასე დავაყენებდი საკითხს ოპოზიციის შემთხვევაში. სააკაშვილი შეიძლება გააკრიტიკო ომის გულისთვის, ოღონდაც არა იმიტომ, რომ თქვა რუსებს ეომა, არა იმიტომ, რომ თქვა იქ ისროლა პირველად, არამედ იმიტომ, რომ ჯარი რატო იყო ასეთ მდგომარეობაში. აი, ამაზე უნდა გააკრიტიკო, თორე დანარჩენზე უნდა უთხრა, რომ კი ბატონო, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, რუსეთი ასეა, რუსეთი ყველაფერში შენსკენ ვარ, მაგრამ რატო არის ასე ვთქვათ, ჯარი ასე მდგომარეობაში, რატო ესე იგი დარჩა ტექნიკა, რატო არაფეთქდა ტექნიკა, ვერ გამოდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვაკითხავთ მაგს ხელისუფლებისათვის, ზუსტად ეს არის, რომ არ იყო მზაობა ომისათვის, არ იყო თავდაცვის უნარიანობა უზრუნველყოფილი და ანუ ჯარის თავდაცვის უნარიანობა იყო ცუდი, მაშინ როდესაც მას იხარჯებოდა ძალიან ბევრი თანხა. მით უმეტეს მაგს ერთი პრეტენზია სერიოზული ამ შემთხვევაში ჩემ აზრსაც მოხატავ, ივლისი-აგვისტოს დროს ხდებოდა იმ სიტუაციის განუხტვის მაგივრად, რაღაც დაძაბვა, ანუ ხდებოდა რაღაც აი სხვა სამყაროში შევყავდით და ან უნდა მომხდარიყო ომისთვის პირდაპირ მზადება საქართველოში, ან უნდა მომხდარიყო ამის ზუსტად ჩვენ არც ვიცით რა იყო შიგნით თქვა ომისთვის მზადება, არ მზადება, როგორ იყო, რანაირ ფაქტია რომ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით. არ ვემზადებოდით. თუნდაც იქნა გაუგებია რომ ხელი ესე იგი აგიტაციას ხო ხედავთ არა აგიტაცია იყო რთული იყო სიტუაცია იმიტომ რომ სხვა შორის ლაშა რა იყო იცი ისენიც ძაბავდნენ სიტუაციას კი გამიგე ანუ ისინი ძაბავდნენ სიტუაციას შენ მე ამას მიყვება ანუ პიარი შენი კი არ იყო იმათი იყო შენი იმათზე იყო შენი პიარი მე დადგმული გამიგე აქედან გავნერი იმან რომ ჩაგისხრილა პოლიციელები გამიგე იმის იქმედება იყო და შენ ამითი უპასუხი ახლა ხო ჩვეულებრივად უპასუხი აგრესიულად გამოსთო რომ შენ აგრესიული ხარ და სინამდვილეში ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრს დასული იყო შეუძლება შეხა რო ყოფილიყო არ გიჟები ხო არ არის მაშინ გიჟები ყოფილა თუ ესე იგი ომისთვის ემზადებოდა და თავდაცვის მინისტრი წასული იყო მაშინ ესე ყოფილა ავადმყოფები და გიჟები მაგრამ ეს შეუძლებელია ხო თუ ომისთვის ემზადები ყველა ადგილზე უნდა იყოს ჯარისკაცები შებულებებში იყო რაღაცები იყო რაღაცები მაგრამ მოუმზადებელი იყო ყველანაირად სინამდვილეში სისტემა იყო მოუმზადებელი ამ კონფლიქტისთვის ანუ როდესაც ესე იგი შენ დასავლეთს ელაპარაკები რომ შესაძლებელია რუსეთი მე თავზე დამესხას აქედან გავდინარე შენ უნდა მაგრამ ემზადო ამ ომისთვის ხო სამწუხაროდ მე ერთი ტრაგიკული მომენტიც არის აქ რომ რუსეთმა მოახერხა და თავდაცვის მდგომარეობაში ჩაგვაგდო ანუ ჩვენ ტალიაvinis დასკვნას ველოდებით ჩვენ დავესხით თუ არა ხო სისულელია ეს რა აი თელ მაგრამ რუსეთმა ხო მოახერხა ანუ ხო გვაჯობა რაღაც აი იგივე მაგრამ იქით შეგვეტია ტალიაvinis დასკვნა მე ადრე ვთქვი და მე ვიკამათე ძალიან ბევრი სხვადასხვა შორის ფორუმზე როცა გამოგვიყვება ტალიაvinis დასკვნა დღეს არის ესე იგი რუსებს ძალიან არ მოეწონა ტალიაvinis დასკვნა მარტო თქვა ის რომ ჩვენ მაგრამ იქ რომ ჩაწერილი იყო თქვა რომ ქართველებმაც გენოციდი მოაწყვეს 2020-ში დახოცეს და რაღაცები რუსები ყოფილი იქნებოდნენ იმიტომ რომ მე უკვე მთლიანად პრავდებოდა მათ სიტუაციას სინამდვილეში რა მოხდა ერთადერთი რაში ჩვენ დაგვადანაშაულეს ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება ხო დანარჩენში პრინციპში მიდგენ რუსებს მაგრამ თავარი ტრაგედია ის რომ ჩვენ ვერ შევძელით აი ამ მდგომარეობიდან განმოსვლა. ანუ არა, მე შევძლებთ, რაცა მოდი რა ვქნათ, იცი? მოდი ესე ვთქვათ. მე არ ვერდა სხვანაირად დავიყენეთ თავი, რომ კითხვის დავიყენეთ თავი, მაგრამ ეს არ იყო პინგ-პონგი, ეს იყო ომი. და აქ იყო სახელმწიფოზე საუბარი, რა სახელმწიფო ან დარჩებოდა, ან არ დარჩებოდა და აქედან გამომდინარე ხა შესაძლებელია მაგალითად სააკაშვილმა უთხრა BBC-ზე ток-შოუში. რატო ისროლე თუ არაპროპორციული იარაღი და ბატონო ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართო და შესაბამისად თუ პროპორციული იარაღი არ გქონდაო, რა გქონდა ის ესროლეთო. ჩემი აზრით სწორია, გამიგე? რაც გაქვს ის უნდა ესროლო, ხო? მაგრამ აქ რა თქმა უნდა გეთანხმება ლაგატკერზე. ხო, რა თქმა უნდა გეთანხმები, რომ რაღაცები უკეთესად შეიძლება და გაკეთებული იყო, უკეთესად მომხდარი იყო ის, ამიტომ რომ ჩვენ როცა ამაზე ვლაპარაკობ, ჩვენ რა სხვა ომში ბრძენიას პოზიციიდან მაინც. იმიტომ რომ შენ რო იყო იქ შუაგულში და შენ იღებდე გადაწყვეტილებას, შენ არ იცი რანაირ გადაწყვეტილებას მიიღებ რა. ძნელია ახლა აზრების თქვა აუცილებელია მოეკითხოს ნებისმიერ ხელისუფლებას, როდესაც ხდება ომი, იმ ომის დროს მისი რა თქმა უნდა მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აი ესეთი სუბიექტური განხილვა კომისიაში აი ოპოზიციას მაგალითად რო ემუშავა ამ თემაზე. ეს სამოქალაქო ომის მოიქშა. არა ისა ამაზე რო იყოს თქვათ საუბარი
ოპოზიციას რო ემუშავა ამ თემაზე, რატო იყო ჯარი ასეთ მდგომარეობაში, გაცილებით სერიოზული შედეგები. ოპოზიციამ ჩაიგდო თავი ისეთ ოპოზიცია ლაპარაკობდა პუტინის ენაზე. ჩვენ დავბომბებთ ცხინვალი, ზოგმა პირდაპირ თქვა, ეს იყო აბსოლუტურად გავგებათ. ანუ ეს იყო პირდაპირ ვთქვათ, მიწოდებული კომბინაცია პრისადმი და ამას საზოგადოებაში არ მოყვა დადებითი რეაქცია და პირიქით რეიტინგი დაუკარგეს თალსახად. კარგი, გავაგრძელოთ ახლა კიდე კითხვა, რატომ ეს უპასუხეთ? თვლით თუ არა საქართველოს ბუტაფორიული ქვეყანა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და თუ კი რა ეშველება? არა, არ თვლი რომ ბუტაფორიული ქვეყანა არ არსებობს. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, ადმინისტრირება, რა თქმა უნდა, კაცრი იყო, თქვა საგადასახადო ადმინისტრირება, ძალიან კაცრი იყო, შეიძლება ითქვას. და თუ ამ არტახებს ცოტა შეუშვებენ და ცოტა უფრო გალიბერალურდებიან ჩვენ. არა და უარესი რო ხდება, ეგ არის ყველაზე რა ცუდი. თქმა უნდა, უარესი ხდება. იგივე გადასახადების ხო, აი მე ამის სპეციალისტი არა ვარ და ყოველთვის რითები ეკონომიკაზე ლაპარაკს საერთოდ, მაგრამ არა, გადასახადები კი არ არის მაღალი. ჯიბელზე აისახება ის რაც გადასახადები კი არ არის მაღალი. აქ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ გარკვევა რა, რა ხდება სინამდვილე. რა თქმა უნდა, არსებობს რეციდივებიც. ცუდი რეციდივები. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, მაგრამ სინამდვილეში არის ის, რომ აი მაგალითად ჩემ მეზობელს ვეკითხები. დამაჯარიმოს და 20,000 ლარი მაქვს გადახდილი. ბიჭო, 10 კაპიკიანიო, ესე იგი, კევისთვისო, დამაჯარიმოსო 500 ლარით. მე ვთქვი, რას იგებ იმ 10 კაპიკიან კევში რო არ ამოარტყამ, ესე იგი, იმ ჩეკს. იმდენს, რომ 500 ლარის გადახდა გიღირდეს. რამდენი 10 კაპიკიანი დაგიტოვებს 500 ლარს. ამიგე და მართალი ხარ, ანუ აი იჭერდნენ იმის გამო და აჯარიმებდნენ იმის გამო, რომ ესე იგი ეწერათ